ასე გრძელდებოდა ივან ილიჩის ცხოვრება ცოლის შერთვიდან 17 წლის განმავლობაში. ახლა ის უკვე ხანში შესული დიდად გამოცდილი პროკურორი გახლდათ. ის ვინც იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ქალაქში თავმჯდომარის სასურველი ადგილის დაკავებას ელოდა და უარი თქვა რომელიღაც სამსახურებრივ გადაადგილებაზე. მოულოდნელად მოხდა ერთი მეტად არასასიამოვნო ამბავი, რამაც მისი მშვიდი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უნივერსიტეტის ქალაქში სასამართლოს თავმჯდომარის სასურველი ადგილი, რასაც ასე ელოდა ივან ილიჩი, გოპე მიიყოჩაღა, წინ გაუსწრო და დაიკავა. ამან ძალიან გააღიზიანა ივან ილიჩი, გოპესაც ეჩხუბა და თავის უშუალო უფროსებსაც, რის შემდეგაც უფროსებმა აითვალისწინეს და თანამდებობის შემდგომი განწესების დროსაც აუარეს გვერდი. ეს იყო 1880 წელი, ყველაზე მძიმე წელი ივან ილიჩის ცხოვრებაში. ერთი მხრივ აღმოჩნდა, რომ საცხოვრებლად ხელფასი არ კმაროდა. გარდა ამისა, ის რომ ყველამ დაივიწყა და მის მიმართ თავიანთი უმკაცრესი დამოკიდებულება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ, გულს ძალიან სცკენდა. აღარც თავად მიაჩნდა მამას შვილის დახმარება თავის მოვალეობად და აი ივან ილიჩმა იგრძნო, რომ ყველამ გვერდი უქცია. ვინაიდან მათი აზრით 3500 მანეთიანი ხელფასით მისი მდგომარეობა სრულიად ნორმალური იყო. ის კი არა, ამით ძალიან ბედნიერიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ უსამართლობის გამო, როგორც მას ექცეოდნენ, იმის გამო, რომ ცოლი გამუდმებით ებუზღუნებოდა იმ ფულისთვის, რომელსაც უფრო მეც ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ამის საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ მან იცოდა, რომ არათუ ბედნიერი, ნორმალური მდგომარეობისგანაც კი შორს იყო. იმ წელს ჯამაგირი ცოტა რომ დაეზოგა, შვებულება აიღო და ცოლთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ცოლის ძმასთან წავიდა. იმის გამო, რომ უსამსახურო თავის სიცოცხლეში პირველად იყო, ივან ილიჩმა სოფელში არა მარტო მოიწყინა, არამედ აუტანელმა კაეშანმა მოიცვა და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რომ აუცილებლად რაღაც გადამწყვეტი ზომები უნდა მიეღო. ის ღამე ივან ილიჩმა ტერასაზე უძილოდ გაატარა და გადაწყვიტა პეტერბურგში წასულიყო. იქ რომელიმე სხვა სამინისტროში სამსახურის საშოვნელად რამე ეღონა და ის ადამიანები დაესაჯა, რომლებმაც არ დააფასეს. უფრო სწორად, ვერ შეძლეს მისი დაფასება. მიუხედავად ცოლისა და ცოლისძმის მცდელობისა, წასვლაზე როგორმე უარი ეთქმევინებინათ, მეორე დღეს მაინც გაემგზავრა პეტერბურგში. წავიდა მხოლოდ ერთი მიზნით, ეთხოვა ისეთი სამსახური, სადაც ჯამაგირი 5000 მანეთი ექნებოდა. მისთვის ახლა არც სამინისტროს ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას რა მიმართულებისა და რა სახის იქნებოდა სამუშაო. მას მხოლოდ 5000 მანეთიანი სამსახური სჭირდებოდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა ეს კანცელარია, ადმინისტრაცია, ბანკი, იმპერატორ მარიას დაწესებულება თუ საბაჟო. თავარია ჯამაგირი 5000 მანეთი ყოფილიყო და იმ სამინისტროდან წამოსულიყო, სადაც მისი დაფასება ვერ შეძლეს. და აი ივან ილიჩის სწორედ ეს გამგზავრება დაგვირგვინდა სრულიად მოულოდნელი წარმატებით. კურსკში მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ამოვიდა მისი ნაცნობი ფ.ს. ილინი, რომელმაც გადასცა კურსკის გუბერნატორის მიერ მოსკოვიდან მიღებული ახალი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ დღე-დღეზე სამინისტროში დიდი ცვლილებები იწყებოდა. პეტრე ივანოვიჩის ადგილას ივან სემიონოვიჩი გადახავდათ. ამ სავარაუდო ცვლილებას გარდა მთელი რუსეთისა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ივან ილიჩისთვის. როგორც ჩანს, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან ორივე დაწინაურებული პიროვნება პეტრე ივანოვიჩი და ზახარ ივანოვიჩი მისი მეგობრები იყვნენ. როცა ეს ცნობა მოსკოვში დადასტურდა, ივან ილიჩმა პეტერბურგში ზახარ ივანოვიჩი მოინახულა, რომელიც დაბეჭდებით შეჰპირდა, რომ ივან ილიჩი იუსტიციის სამინისტროში ადგილს აუცილებლად მიიღებდა. ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და ივან ილიჩმა ცოლს სოფელში ასეთი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა. ზახარ მილერის ადგილას განწესებას მივიღებ პირველსავე საჯარო გამოცხადების შემდეგ. სამუშაო ადგილებზე იმ გადაადგილებების წყალობით ივან ილიჩი მალე მართლაც თავის ძველ სამინისტროში იმ თანამდებობაზე დაინიშნა, რომლის გამოც ძველ ამხანაგებთან შედარებით მთელი 2 საფეხურით მაღლა დადგა. გარდა 5000 მანეთი ჯამაგირისა, დაწინაურების კიდევ 3000 მანეთი დაენიშნა და როგორც თავისი ძველი მეგობრების, ისე სამინისტროს მიმართ ყოველგვარი წყენა დაივიწყა. ასე რომ ივან ილიჩი ახლა ძალიან ბედნიერი გახლდათ. სოფელში ისეთი მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა, როგორიც დიდი ხანი აღარავის ენახა. გამხიარულდა პრასკოვია ფეოდოროვნაც და მალე მათ შორის დროებით ზავი დამყარდა. ივან ილიჩი ცოლს დაწრულებით მოუყვა პეტერბურგში ყველანი როგორი პატივისცემით ექცეოდნენ, ხოლო ისინი, ვინც მისი მტრები იყვნენ, როგორ ეპირფერებოდნენ. პეტერბურგში ყველას ასე ძალიან რომ უყვარხართ,
შურსო. პრასკოვია ფეოდოროვნა უსმენდა და არაფერში ეწინააღმდეგებოდა, აქაუდა ყველაფერი მჯერაო. თან ახალ გარემოში ცხოვრების დასაწყებად გეგმებს აწყობდა. ივან ილიჩიც გახარებული იყო, თავისი და ცოლის გეგმები ერთმანეთს რომ დაემთხვა. სჯეროდა მისი წაბორძიკებული ცხოვრება ამიერიდან ძველებურად ისევ სასიამოვნო იქნებოდა. ვინაიდან 10 სექტემბერს უკვე თავის ახალ ადგილზე უნდა დაეწყო მუშაობა, ივან ილიჩი სოფელში მხოლოდ ცოტა ხნით ჩავიდა. გარდა ამისა, ახალ ადგილზე სახლის მოსაწყობად, პროვინციიდან ავეჯის გადმოსატანად, უამრავი რაღაცის შესაკვეთად და საყიდლად დრო იყო საჭირო. ერთი სიტყვით უნდოდა სახლი ისე გაელამაზებინა, ისე აეწყო ცხოვრება, როგორც გუნებაში ჰქონდა გადაწყვეტილი, კიდევ ისე, როგორც ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნა ოცნებობდა. ახლა, როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ასე ზუსტად დაემთხვა მისი და ცოლის სურვილები, თან იმის გამოც, რომ დიდი ხანია ერთად არ ყოფილან, ისე შეთანხმებულად ცხოვრობდნენ, როგორც არასდროს დაოჯახების პირველ წლებშიც კი. ივან ილიჩს უნდოდა ცოლშვილი ახლავე წაეყვანა იმ ახალ ადგილას, მაგრამ ცოლის დისა და სიძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, რომლებიც ივან ილიჩისა და მისი ოჯახის მიმართ უცებ განსაკუთრებულად მოსიყვარულე და ნათესაური გახდნენ, მოხდა ისე, რომ ივან ილიჩი იქ მარტო გაემგზავრა. მთელი იმ დროის განმავლობაში მხიარული განწყობილება, რომელიც სამსახურებრივი წარმატებისა და ცოლთან დამთბარი ურთიერთობების გამო დაეუფლა, არ ტოვებდა. მოიძებნა საუცხოო სახლი, ზუსტად ისეთი, როგორზეც ორივე ოცნებობდა ცოლიც და თვითონაც. ფართო მაღალჭერიანი მისაღები ოთახები, მყუდრო უზარმაზარი კაბინეტი, ოთახები ცოლისა და ქალიშვილისთვის, საკლასო ოთახი გიმნაზიელი ბიჭუნასთვის, მოკლედ ყველაფერი, თითქოს მათთვის საგანგებოდ იყო ასე გამზადებული. ბინის მოწყობას ივან ილიჩმა თვითონ მოჰკიდა ხელი. არჩევდა შპალერებს, ყიდულობდა ავეჯს, განსაკუთრებულად ძველებურს, სახლს კომილფურიერს აძლევსო. ყიდულობდა ავეჯის ძვირფას გადასაკრავებს და ივსებოდა, ლამაზდებოდა ოთახები. თანდათან იმ იდეალის სახეს იღებდა, რომელიც მის წარმოსახვაში იყო და როგორიც თავად შეიქმნა. ბინა ჯერ კიდევ სანახევროდ იყო მოწყობილი, რომ ოთახების სიმყუდროვემ და სასიამოვნო გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. იცოდა საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ბინა კიდევ უფრო კომილფურ, დახვეწილ, მდიდრულ სახეს მიიღებდა. დასაძინებლად თვალებს რომ მილულავდა, წარმოიდგენდა, რა დიდებული იქნებოდა დარბაზი. წარმოიდგენდა მისაღებ ოთახს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო დალაგებული. ბუხარს, ეტაჟერს, ირგვლივ მიმობნეულ სკამებს, კედლებზე დაკიდებულ ძვირფას თეფშებს, ლანგრებს, ბრინჯაოს ლამაზ ნაკეთობებს და უკვე თვალწინ ედგა, როგორი იქნებოდა აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თავთავის ადგილს დაიკავებდა. იმაზე ფიქრი ახარებდა პაშასა და ლიზანკას, რომლებმაც ასევე კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი, როგორ გააოცებდა. ივან ილიჩი განსაკუთრებით იმით იყო კმაყოფილი, ეს ძველებური ნივთები, რომლებიც ყველაფერს აკეთილშობილებდნენ, ასე იაფად რომ შეიძინა. სოფელში ოჯახის წევრებს წერილებში ახალ სახლს იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში იყო, განგებ ისე აუწერდა, თითქოს მაინც და მაინც დიდ არაფერს წარმოადგენდა, რათა შემდეგ გაეოცებინა ისინი. ამან ისე შეიქცია ლამის თავისი ახალი სამსახურიც კი დაავიწყა. ზოგჯერ კრებაზე თავჩაღუნული იჯდა და იმაზე ფიქრობდა ფარდებისთვის როგორი კარნიზები დაეყენებინა, ჩვეულებრივი თუ საგანგებოდ შერჩეული. სახლის მოწყობა გალამაზებაში ისე იყო ჩართული, ავეჯს ერთი ადგილიდან მეორეზე თავისი ხელით გადაადგილებდა. თვითონ კიდებდა, თვითონ ცვლიდა ფარდებს, წვალობდა, თავს წუცითაც არ ზოგავდა. ერთხელაც ავეჯზე შალითების გადამკვრელისთვის რომ ეჩვენებინა ფარდები ლამაზად როგორ დაეკიდა, ფეხი დაუსხლდა, კიბიდან ჩამოვარდა, მაგრამ იმის გამო რომ ძლიერი და მოქნილი იყო, თავი ადვილად შეიკავა და მხოლოდ გვერდით ჩამოჰკრა ფანჯრის სახელურს. ამის შემდეგ ცოტა ხანს იავადმყოფა, მაგრამ მალევე გამოკეთდა. მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ამ გარჯასა და წვალებაში იყო, ივან ილიჩი თავს ჯანმრთელად და ხალისიანად გრძნობდა, წერდა. ასე მგონია მთელი 15 წლით გავახალგაზრდავდიო. ეგონა სახლის საქმეებს სექტემბრამდე მორჩებოდა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისი იყო. ბოლოს როგორც იქნა, ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა, რასაც მხოლოდ თვითონ კი არა, ვინც ნახავდა, ყველა აღნიშნავდა. სინამდვილეში მისი სახლიც ისეთი იყო, როგორიც ყველა არც ისე მდიდარი ადამიანის სახლია. ანუ მათი, ვისაც ძალიან უნდა დიდრებს გავდნენ და ამიტომაც მათი სახლები ერთმანეთს გავს. ავეჯის გადასაკრავი ძვირფასი აბრეშუმი, ხის შავი ავეჯი, ყვავილები, უძვირფასესი ფარდაგები, ბრინჯაო, ჩამუქებულიც და გაპრიალებულიც. ყველაფერი ის, რაცაც ამ ტიპის ადამიანები აკეთებენ. აკეთებენ იმისთვის, რათა
რაც შეიძლება ძალიან ჰგავდნენ ცნობილ ადამიანებს. ივან ილიჩის ახალი სახლის ძალიან ჰგავდა იმ სახლებს და ყურადღების მიქცევადაც არ ღირდა. თუმცა თავად ილიჩს თავისი სახლის და ავეჯიც რაღაცით გამორჩეული, განსაკუთრებული ეგონა. როცა იგი ოჯახის წევრებს რკინიგზის სადგურში დახვდა, ხოლო იქიდან თავის განათებულ, მდიდრულად მოწყობილ სახლში მიიყვანა, როცა ყვავილებით მორთული კარი თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილმა ლაქიამ გაუღოთ, მერე კი ყველა სასტუმრო ოთახი და კაბინეტი დაათვალიერებინა, კმაყოფილებისაგან ყველა იცინოდა და მხიარულობდა. ივან ილიჩს ყველა აქებდა და ადიდებდა და ისიც მათ ქებას ისე ისრუტავდა, ისე იყო გახარებული, რომ პირდაპირ ბრწყინავდა. საღამოს, როცა პრასკოვია ფეოდოროვნამ ჰკითხა კიბიდან როგორ ჩამოვარდიო, ივან ილიჩმა გაიცინა და ცოცხლად წარმოიდგინა კიბიდან როგორ გადმოფრინდა და ავეჯის გადამკვრელს გული როგორ გაუხეთქა. ტყუილად როდი ვარ სპორტსმენი, სხვა ჩემს ადგილას ალბათ სულს გააცხებდა, თქვა სიცილით. მე კი მხოლოდ ამ სახელურს ჩამოვკარი გვერდი და ვიტკინე. მართალია ხელის დადებისაც ცოტა მტკივა, მაგრამ უკვე ნაკლებად. ეგ არის, ეს ადგილი ოდნავ გალურჯებულია. ასე დაიწყო მათი ცხოვრება ახალ სახლში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, კარგად რომ გაისაცხოვრისეს, მხოლოდ ერთ ოთახს ნაკლულობდნენ. ახლანდელი შემოსავლიდან კი მხოლოდ სულ რაღაც 500 მანეთი არ ყოფნიდათ. დანარჩენი კი ყველაფერი შესანიშნავად იყო. განსაკუთრებით თავიდან, როცა რაღაცებს ჯერ კიდევ ხელის წამოყვრა სჭირდებოდა. ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელიყო, რაღაც უნდა ეყიდათ, რაღაც შეეკეთებინათ, რაღაცისთვის ადგილი შეეცვალათ. მართალია ცოლი და ქმარი ზოგიერთ რაღაცაზე ბოლომდე ვერ თანხმდებოდა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდათ, რომ ჩხუბისთვის არც ერთს ეცალა და არც მეორეს, რითაც ორივე კმაყოფილი გახლდათ. თუმცა საქმე როცა ბოლომდე მიიყვანეს, როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ცხოვრება თითქოს მოსაწყენი გახდა. თითქოს რაღაც აკლდათ, მაგრამ ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები, ახალ გარემოსთან შეგუება და ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტში ჩადგა. ივან ილიჩი დილით სასამართლოში რომ წავიდოდა, სადილობისას უკვე შინ იყო. პირველ ხანებში მშვენიერ ბუნება-განწყობაზე ბრძანდებოდა. მართალია სახლის საქმეების გამო წვალობდა, იღლებოდა კიდეც, მაგრამ მხედველობიდან არაფერი რჩებოდა. ზოგჯერ სუფრაზე ან ავეჯის აბრეშუმის ძვირფას გადასაკრავზე რაიმე პატარა ლაქაც რომ შეემჩნია, ან და ფარდის ზონარს გაწყვეტილს დაინახავდა, ღიზიანდებოდა. გაპრიალებულ ავეჯზე თითოეული პატარა ნაკაწრიც კი ტკივილს აყენებდა, ვინაიდან ამ ყველაფერში დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული. მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ცხოვრება ისე მიედინებოდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა. ლაღად, სუბუქად, მართებულად. ადგებოდა დილით 9 საათზე, დალევდა ყავას, გაზეთს წაიკითხავდა, გამოეწყობოდა თავის ვიცმუნდირში, წავიდოდა სასამართლოში და იქ უკვე მოექცეოდა იმ მძიმე უხელქვეშ, რომელშიც მუშაობა უწევდა. თხოვნელები, ცნობები კანცელარიიდან თავად კანცელარია, კრებები, განმკარგულებლები თუ საჯარო. და ამ ყველაფრიდან უნდა გამოერიცხა ის ნედლი და ცხოვრებისეული, რაც ყოველთვის ხელს უშლის სამსახურებრივი საქმების სწორ წარმართვას. არ უნდა ჰქონოდა გარეშე პირებთან ურთიერთობა გარდა სამსახურებრივისა. მაგალითად, მოდის ადამიანი, ვისაც რაღაცის გაგება უნდა, მაგრამ ვერ დაეხმარება, რადგან არ შეიძლება, იმიტომ რომ კერძო პირია. სამაგიეროდ ისეთი ვინმე თუ არის, ვინც სასამართლოს წევრია და ეს იმ ქაღალდზე აღნიშნული, რომლის სათაურის მთავრული ასოებით არის წარმოდგენილი, ამგვარ ვითარებაში ივან ილიჩი აკეთებს ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება. ამასთან იცავს მასთან გულითა და ადამიანურ დამოკიდებულებას, იცავს ზრდილობის წესებს, მაგრამ როგორც კი დამთავრდება სამსახურებრივი ურთიერთობა, მთავრდება სხვა ყოველგვარი ურთიერთობაც. აქ ივან ილიჩს უკვე შეუძლია ერთმანეთს შეუთავსოს სამსახურებრივი და პირადი. ამ უნარსის უმაღლეს დონეზე ფლობს და ეს თავისი ხანგრძლივი პრაქტიკითა და ნიჭით იმ დონემდე აქვს გამომუშავებული, რომ ზოგჯერ ნამდვილი ვირტუოზივი თავისუფლებას აძლევს პირადი და სამსახურებრივი ერთმანეთისგან არ განაცალკევოს. ვინაიდან იცის, როცა დასჭირდება სამსახურებრივი პირადულისგან განაცალკევოს, ამის ძალას ყოველთვის გრძნობს და ამას არამხოლოდ ადვილად და სიამოვნებით აკეთებს, არამედ ვირტუოზულადაც. შუალედებში ეწევა, სვამს ჩაის, ცოტას პოლიტიკაზე საუბრობს, ცოტას ზოგად საკითხებზე, ცოტას ბანკოზე, ყველაზე მეც განწესებაზე და ბოლოს დაღლილი. იმ ვირტუოზის განცდით, რომელმაც წარმატებით დაასრულა ორკესტრის პირველი ვიოლინოს ერთ-ერთი პარტია, სახლში მიდის. შინ მისულს კი ცოლი და ქალიშვილი ან წვეულებაზე წასულები დახვდებიან, ან მათთან ვიღაც იქნება სტუმრად. ვაჟიშვილი გიმნაზიაშია, რეპეტიტორებთან გაკვეთილს ამზადებს და რასაც გიმნაზიაში ასწავლიან, ყველაფერს გულდასმით სწავლობს. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავადაა. სტუმრები თუ არ არიან, სადილის შემდეგ ივან ილიჩი ზოგჯერ წიგნს კითხულობს.
განსაკუთრებით იმას, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ. საღამოს კი მიუჯდება საქმიან ქაღალდებს, კიდევ ერთხელ გადახედავს კანონებს, შეადარებს ჩვენებებს და ერთმანეთს მიუსადაგებს. ამ დროს ის არც მოწყენილია და არც მხიარული. თუ მოეწყინება, შეუძლია ვინტი ითამაშოს, მაგრამ თუ ვინც ვერ ითამაშებს, ცოლის გვერდით ჯდომას მარტოყოფნა ურჩევნია. ყველაზე მეტად უყვარს პატარა წვეულებები, რომლებზეც მხოლოდ იმათ ეპატიჟება იმ კაცებსა და ქალებს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილები უკავიათ და მათთან დროსტარება უყვარს. ეს დროსტარება კი ისევე გავს იმ ადამიანთა დროსტარებებს, როგორადაც მისი სასტუმრო ოთახი ჰგავდა სხვა ყველა სასტუმრო ოთახს. ერთ საღამოს წვეულებაც ჰქონდა. იმ საღამოს ივან ილიჩი მშვენიერ გუნებაზე გახლდათ. ყველაფერი ჩინებულად იყო, რომ არა ცოლთან ტორტისა და კანფეტების გამოჩხუბი. ცოლს თავისი გეგმა ჰქონდა, ივან ილიჩი კი მოითხოვდა ტკბილეული იმ საკონდიტროში იყიდათ, სადაც ყველაფერი ძვირი ღირდა. თან ტორტი რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო. ჩხუბი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ კონდიტერმა ტორტში 45 მანეთი გამოართვა. მაშინ, როცა იმდენად დიდი იყო, რომ ვერ შეჭამეს და დარჩა. ჩხუბი ისე გამწვავდა, რომ პრასკოვია ფეოდოროვნამ ქმარს გულის გამაწყალებელი ჩერჩეტი უწოდა. ამის გაგონებაზე ივან ილიჩმა თავზე ხელი იტაცა და გაბრაზებულმა გაყრაზე რაღაც ახსენა. მიუხედავად ამისა, საღამო მხიარულად ჩაიარა. იყო საუკეთესო საზოგადოება. ივან ილიჩმა თავადის ასულ ტრუფონოვასთან იმ ქალის დასთან იცეკვა, ვინც იმ ცნობილი საზოგადოების დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც სახელად წაიღე ჩემი სევდა ერქვა. სამსახურებრივი წარმატებით გამოწვეული სიხარული ივან ილიჩს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. სამსახურებრივი სიხარული თავმოყარეობით გამოწვეული სიხარული იყო. საზოგადოებასთან დაკავშირებული სიხარული პატივმოყვარეობით და მაინც ყველაზე დიდ სიხარულს ივან ილიჩი ვინტის თამაშისას განიცდიდა. ისიც კი აღიარა ყველა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო მის ბედნიერებას მოკლებულ ცხოვრებაში, სიხარულს, რომელიც ყოველივე ამის წინ სანთელი თენთო ვინტის თამაში ჰგვრიდა. ოღონდ ყვირალა პარტნიორებთან კი არა, კარგ მოთამაშეებთან, თან თვითონ აუცილებლად მეოთხე უნდა ყოფილიყო, მეხუთეობა არ უყვარდა, ცუდად გამომდისო. თუმცა ისი აჩვენებდა, ვითომ ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო. თამაშს ჭკვიანურად, სერიოზულად მოჰკიდებოდა. ეს მაშინ, როცა კარგი კარტი მოუვიდო და მერე ვახშმად ერთი ჭიქაღვინო დაელია, დაწოლილი იყო და გემრიელად დაეძინა. განსაკუთრებით თუ ცოტა ფულიც ექნებოდა მოგებული. ბევრი არა, არ ვარგა. ასეთ დროს ივან ილიჩი ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე იცინებდა. აი ასე ცხოვრობდნენ, მათ ირგვლივ საუკეთესო საზოგადოება იკრიბებოდა, ჩამოდიოდნენ როგორც ძალიან ცნობილი ასაკოვანი ადამიანები, ისე ახალგაზრდები. ნაცნობი მამაკაცების წრეზე ივან ილიჩის ცოლიც და ქალიშვილიც ერთი აზრისანი იყვნენ. სამაგიეროდ ყოველგვარი ურთიერთშეთანხმებულობის გარეშე გვერდზე სწევდნენ. თავიდან იშორებდნენ იმ ნათესავებსა თუ ნაცნობებს, ანუ იმ თხუპნიებს, რომლებიც შემოლაგდებოდნენ მოულოდნელად ტკბილი, დათაფლული ლაპარაკით დიდრულად მოწყობილ, კედლებზე ძვირფასი იაპონური თეფშებით გალამაზებულ სასტუმრო ოთახში, მაგრამ ის ფეთხუმი ნათესავ მეგობრები ისე მოიცილეს თავიდან, ისე გათავისუფლდნენ მათგან, რომ მათ გარშემო მხოლოდ საუკეთესო საზოგადოებაღა ტრიალებდა. ვაჟები ლიზას ეარშიყებოდნენ. ლიზას ეარშიყებოდა პეტრიშევიც, დიმიტრი ივანოვიჩ პეტრიშევის ვაჟი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც ივან ილიჩმა პრასკოვია ფეოდოროვნას ისიც კი უთხრა, ტროიკით ხომ არ გავისერნოთ, საღამო ხომ არ გავმართოთო. ასე ცხოვრობდნენ, ასე მიედინებოდა მათი ცხოვრება ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის გარეშე.